საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სისხლის სამართლის საქმეთა მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. აღნიშნული მონიტორინგი თბილისისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოებში მთელი წლის მანძილზე მიმდინარეობდა. კვლევა მაჩვენე, რომ გასულ წლებთან შედარებით სტრუქტურა სისხლის სამართლის დანაშაულთა მიმართებაში გაცილებით უფრო ლოიალურია. გირაოს შეფარდებამ 69%-ს მიაღწია, რამაც პატიმრობა 30%-მდე შეამცირა. 2011-2012 წლებთან შედარებით 19%-ით შემცირდა დაუსაბუთებელი პატიმრობის შეფარდება, თუმცა დაუსაბუთებელი გირაოს შეფარდებამ 59%-ს მიაღწია. არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით პრობლემა რჩება მოსამართლეების მიერ იმის მოკვლევა შეუძლია თუ არა ბრალდებულს გირაოს სახით დაკისრებული თანხის გადახდა. თუ მაგალითად ადრე პროკურატურის მოთხოვნის შესაბამისად დაკმაყოფილებდა აქვთ ღონისძიებებისთან დაკავშირებულ შუამდგომლობის სასამართლო, ეხლა უკვე პატიმრობის მოთხოვნის შემთხვევაში აღარ აკმაყოფილებს ყველა ასეთ შუამდგომლობას და უფარდებს სხვა სახის აქვთ ღონისძიებებს. ასევე ცვლილება გირაოს შეფარდების მიმართებაში, გირაოს შემთხვევაში შეცვლილია ასევე სასამართლოს დამოკიდებულება თანხის ოდენობებთან დაკავშირებით. თუმცა კვლავ რჩება პრობლემები იმ მიმართულებით, რომ სასამართლო იგივე გირაოების შემთხვევაში ნაკლებად არ რკოს და არ არკოს უბრალოდ უმეტეს შემთხვევებში ბრალდებულთა ფინანსურ მდგომარეობას. ხელისუფლების შეცვლის შემდგომ სასამართლოებში აქვთ ღონისძიების საკითხებთან დაკავშირებით საკმაოდ ასე ვთქვათ სასამართლოები ლოიალური გახდნენ, თუმცა აქ ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს, თუნდაც ის რომ ხელისუფლება შეიცვალა და სასამართლოები პირველში უნდა აღინიშნოს, რომ აღარ არიან ისეთ წნეხის ქვეშ, როგორც სააკაშვილის რეჟიმის დროს. მეორე ის რომ თვითონ მოსამართლეები ცდილობენ ასე ვთქვათ დაემკვიდრონ საზოგადოებაში დამოუკიდებელი მოსამართლის იმიჯი.